ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, როგორ აისახება ამერიკის შეერთებული შტატების შედეგები საქართველოს განსაკუთრებით ეკონომიკურ ნაწილში, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ადგილობრივ ბაზარზე, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან არის მოლოდინი, რომ თუ არჩევნებს ტრამპი მოიგებს, ის შეცვლის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა ეკონომიკას თუ შევხედავთ, ეს ნამდვილად არ ჩანს დიდად მომგებიანი, ამას ადასტურებს ის ესე ვთქვათ ანალიზი, რომელიც გამოაქვეყნა ICET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა და სწორედ აი ამ მოლოდინებზე გავაგრძელებთ ახლა საუბარს თუმართან ერთად დავით გეშელავა ICET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გვერდება. მოგესალმებით, მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან ამ ძალიან საინტერესო თემაზე სასაუბროთ. სხვათა შორის ბევრი სპიკერი და შემფასებელი არ ყავს იმას თუ როგორ აისახება ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების შედეგი საქართველოს ეკონომიკაზე და კარგია რომ ეს ICET-მა გააკეთა. რა ძირითადი დასკვნები გაქვთ აი ამ ანალიზის შედეგად? თქვენ გაანალიზეთ სხვა ინდიკატორები, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ვაჭრობა, პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილები, მიგრაცია და შესაბამისად როგორია ამ ორი კანდიდატის მიდგომები ამ ყველაფერთან მიმართებაში იმისთვის რომ დაგვედგინე როგორ აისახება ის ჩვენზე, როგორია დასკვნა? მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებელს. ალბათ იმისთვის, რომ ეს დასკვნები კარგად გავაანალიზოთ, თავარია პირველ რიგში დავინახოთ ეკონომიკური თვალსაზრისით, რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს პოლიტიკა ჰარისის და ტრამპის გამარჯვების პირობებში და ეს განსხვავებები მერე დაგვეხმარება გავიგოთ რაღაც მსოფლიო ეკონომიკურ წესრიგზე ეს როგორ გავლენას მოახდენს და მათ შორის საქართველოზე როგორ გავლენას მქონე იქნება. ალბათ რაღაც 4 ძირითადი ასპექტის გამოყოფა მინდა ამ კუთხით, რაც ნიშნულოვანია რომ გავაანალიზოთ. პირველი ნაწილი უკავშირდება დიდწილად ინფლაციას, იმიტომ რომ სოფლიოში ინფლაციის მაღალი დონე ავტომატურად მოქმედებს ყველა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოსაც. ყველა ის ქვეყანა, რომელიც მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმპორტზე, ინფლაციის იმპორტს ახდენს გარკვეულწილად. ინფლაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კუთხით ნახოთ განსხვავებები ჰარისის ადმინისტრაციის და ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში როგორ იქნება. პირველ რიგში ტრამპის ფისკალურ პოლიტიკას თუ განვიხილავთ, ტრამპის ძველი მმართველობის დროსაც და ახლაც წინა საარჩევნო რიტორიკასაც თუ დავაკვირდებით, იგი ძირითადად გადასახადების შემცირებას და დერეგულაციას ემხრობა, მაშინ როცა ჰარის სრულიად განსხვავებული ხედვები აქვს ფისკალური პოლიტიკის კუთხით, პირიქით გადასახადების ზრდას და საბიუჯეტო ხარჯების ზრდას ემხრობა, მოკლედ ჰარისი. ტრამპის ეს პოლიტიკა აუცილებლად გამოიწვევს ერთობლივი მოთხოვნის ზრდას ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა თავის მხრივ აუცილებლად წარმოქმნის წნეხს ფასების დონეზეც და დაიწყება ინფლაციური პროცესები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე მთელს მსოფლიოში. ანუ პირველი განსხვავება ამ ფისკალური პოლიტიკის კუთხით განსხვავებულ ხედვებში პოვებს ასახვას. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი აქ არის თავად მონეტარული პოლიტიკის ნაწილიც, იმიტომ რომ მაღალი ინფლაცია ავტომატურად ნიშნავს შედარებით უფრო მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა დამოუკიდებელი ინსტიტუტია, მას მაინც მოუწევს, რა თქმა უნდა, რეაგირების გაკეთება იმ ცვლილებებზე, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება და როგორც ადრე ტრამპის დროს იყო, ახლაც მოსაოდნელი არის, რომ ტრამპის პირობებში უფრო მკაცრი იქნება მონეტარული პოლიტიკაც, რაც უფრო ძლიერ დოლარს ნიშნავს, ლარის კურსზე გარკვეულ წნეხს ნიშნავს და ესეც მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ფაქტორი არის. მეორე ასპექტი არის აუცილებლად სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც ძირეული განსხვავებებია ამ კუთხით ორ კანდიდატს შორის. ტრამპი მოგეხსენებათ, რომ უფრო არის იზოლაციონისტი და პროტექციონიზმის მომხრე. ტრამპის მმართველობის დროს გვახსოვს მაშინ მნიშვნელოვნად გაიზარდა ტარიფები სხვა ქვეყნებთან და სატარიფო ომი იყო პრაქტიკულად ჩინეთთანაც. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ გარკვეულწილად შეინარჩუნა ეს ტარიფები შედარებით მაღალ დონეზე, ახლა თუ მოусმენთ ტრამპის დაპირებებს, რაც იგი ადვოკატირებს, ტარიფების გაზრდა იქნება მოსაოდნელი ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში. ტრამპი საუბრობს დაახლოებით 10-დან 20%-მდე ტარიფების დაზე სხვა ქვეყნებთან და ჩინეთთან 60%-მდე საშუალოდ 60%-მდე ტარიფების დონის გაზრდას, რაც არის მნიშვნელოვანი ზრდა ახლანდელ მაჩვენებელთან შედარებით და პროტექციონიზმი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ერთადერთი ვინც ამით ხეირობს, ის ამერიკული წარმოებაა, რომელსაც ნაკლები კონკურენცია აქვს იმპორტისგან, მაგრამ სოფლიოსთვის
მისთვის შეგვიძლია ეს განვიხილოთ როგორც ნეგატიური შოკი, როგორც პირველი ის ომი ჩინეთთან სატარიფო ომი იყო ნეგატიური შოკი მთელი მსოფლიოსთვის, ასევე იქნება ამ შემთხვევაშიც. საქართველოთვისაც ხომ შეგვიძლია გქონდეს მოლოდინი ამ ნაწილში, პრინციპში საქართველო დიდი ხანია ცდილობს, რომ თავისუფალი ვაჭრობას შეთანხმებას მიაღწიოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ანტიამერიკული კრიტიკის ერთ-ერთი პილარი იყო მთავრობის მხრიდან სწორედ ის, რომ აი რატომ არ გვაძლევენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. ანუ რეალურად ტრამპის ადმინისტრაცია ალბათ იქნება ის, რომელთანაც პრინციპში ყველა შანსი მოკვდება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის. თავისთავად, ანუ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება არ შედის ტრამპის გეგმებში, პირიქით პროტექციონიზმი, მეტი დაცვა, არსებული ტარიფების გაზრდა და ამ შემდეგ ასეთი პოლიტიკა უფრო მეტად არის დამახასიათებელი მისთვის. ამიტომ ალბათ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში თუ რაღაც მცირე იმედი მაინც ჰქონდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების, ალბათ ეს იმედი, ეს შესაძლებლობა ალბათ უნდა დავივიწყოთ, სანამ იგი იქნება პრეზიდენტი. და მეოთხე ასპექტსაც ვიტყვი, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის ეს მიგრაციის ნაწილი არის, იმიტომ რომ ბოლო წლებში ხედავთ, რომ ამერიკა ერთ-ერთ რაღაცა მიგრაციის ადგილად იქცა მმართველებისთვის და გზავნილების სტატისტიკაც უკვე ასახული არის ეს ყველაფერი, იმის გათვალისწინებითაც კი რომ რუსეთიდან ჯერ კიდევ შემოდის ეს მიგრანტებთან დაკავშირებული ნაკადები გარკვეული დოზით. მაინც ხო, თუმცა გაცილებით მცირე დოზით ვიდრე ადრე იყო, მაინც ძალიან დიდი წილი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლა მთლიან ამ გზავნილებში. ხო და შესაბამისად ეგ ამერიკის ემიგრაციის პოლიტიკას დიდი გავლენა ექნება საქართველოს, მათ შორის გზავნილების კუთხით და მათ შორის ლარის კურსის სიმყარის კუთხითაც. რომელი ურჩევნიათ ქართველ ემიგრანტებს ამ ორ კანდიდატს შორის? ხა როგორია პოლიტიკა? ორივე მათგანი ამბობს, რომ მიგრაციის პოლიტიკა არის გასამკაცრებელი, თუმცა ტრამპი გაცილებით უფრო რადიკალური არის ამ კუთხით. ანუ ტრამპი აცხადებს არა მხოლოდ იმას, რომ ახალი მიგრანტების მიღება უნდა გართულდეს, არამედ პირდება, რომ ათობით მილიონი მიგრანტის დეპორტაცია მოხდება ქვეყნიდან. ნუ ყველა ამერიკელი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს რაღაცა გადაჭარბებული რიცხვებია, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი შოკი იქნება ამერიკული ეკონომიკისთვის, მაგრამ აი მაგალითად პეტერსონის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კვლევას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ შედარებით მცირე დოზით დეპორტაციებსაც თუ განვიხილოთ, მაგალითად 1.5 მილიონი ადამიანის ეს ჰქონდათ შედარებით მსუბუქ სცენარში და დიდ სცენარში, სადღაც 7.5 მილიონი ადამიანის დეპორტაციას, ეს რამდენიმე პროცენტული პუნქტით მაღალ ინფლაციას ნიშნავს ამერიკის შეერთებულ შტატებში და რამდენიმე პროცენტული პუნქტით უფრო მეტად შემცირებულ ეკონომიკას ნიშნავს ამერიკისთვის. ლოგიკა ძალიან მარტივია, თუ კი მიგრანტები მიდიან ქვეყნიდან, შესაბამისად შრომითი რესურსის მიწოდება სწრაფად შოკისებურად იკლებს ამერიკაში, ამის გამო უფრო ძვირი უჯდებათ ოპერირება კომპანიებს და შესაბამისად ფასების დონეც იზრდება და უფრო მაღალი არის ინფლაცია. ნუ ქართველებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ეს საფრთხეა ქართველი მიგრანტებისთვის, რომ აი ამ დეპორტაციის ტალღაში მოყვნენ და შესაბამისად იძულებით დაატოვებინონ ამერიკის ტერიტორია მათ. და ესეც საფრთხედ შეიძლება რომ განვიხილოთ ასეთ. საბოლოო ჯამში მივიდივართ იქამდე, რომ ტრამპი ბევრად უფრო ნაკლებად სასურველი კანდიდატია საქართველოს ეკონომიკისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც საქართველოდან ამერიკაში მიგრაციას განიხილავს, ვიდრე ჰარისი. ну ალბათ რომ შევაჯამოთ ტრამპი უფრო მეტ არასტაბილურობას ნიშნავს გლობალური ბაზრებისთვის და როგორც პირველი პრეზიდენტობის დროს იყო, შეიძლება ერთგვარი ნეგატიური შოკი იყოს მსოფლიოსთვის და შესაბამისად საქართველოსთვისაც უფრო მეტ საფრთხეებთან იქნება ეს ყველაფერი დაკავშირებული, ვიდრე ჰარისის პოლიტიკა, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავებული სავარაუდოდ არ იქნება მისი რიტორიკიდან გამომდინარე, ახლა მაგალითად ბაიდენის პოლიტიკისგან. თუმცა ერთი ასპექტია კიდევ მე შედარებით მიჭირს ამის შეფასება, უფრო ეკონომიკურ ნაწილს ხდება, მაგრამ როგორი იქნება მაგალითად სოფლიო გეოპოლიტიკა, აი ამ ერთის ან მეორის გამარჯვების შემთხვევაში, აქ პირველ რიგში გულისხმობ ომს ახლო აღმოსავლეთში და ომის შესაძლებლობებს ახლო აღმოსავლეთში და ასევე უკრაინის ომის საკითხს. აქ განცხადებები არის ძალიან ბუნდოვანი. აი მაგალითად ტრამპი აცხადებს, რომ ომს ძალიან სწრაფად დაასრულებს, მაგრამ არასდროს საუბრობს რა მექანიზმებით იქნება ეს შესაძლებელი. ამიტომ ბოლო ხანებში ამასაც აღარ ამბობს, რომ დაასრულებს და ზელენსკისაც შეხვდა და საბოლოოდ თქვა, რომ მომწონსო. ძალიან საინტერესოა ეს ნაწილიც, მესმის რომ თქვენ ამას
არაფასებთ, მაგრამ აი სწორედ მაგის გათვალისწინებით საქართველოში რაღაც ისეთი ნარატივი მძლავრობს ხელისუფლების მხრიდან, რომ ტრამპი თუ მოვა ხელისუფლებაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს იქნება გადატვირთვა ზოგადად პოლიტიკის, მათ შორის ომთან მიმართებაში და მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. თუმცა ახლა ეკონომიკურ თვალსაზრისით რომ ვუყურებთ, ცალსახად ჩანს, რომ ტრამპი უფრო ნაკლებად სასურველი კანდიდატია ჩვენთვის ვიდრე ჰარისი. დიახ, სწორედ ასეა, იმიტომ რომ ეს პროტექციონიზმი, ეს იზოლაციური პოლიტიკა, რასაც ახლა ტრამპი ადვოკატირებს, შესაბამისად საქართველოსთვის რაღაც რისკებს თავისთავად შეიცავს, უფრო მაღალ რისკებს, ვიდრე ეს ჰარისის შემთხვევაში იყო. გადატვირთვას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ იმედები ძირითადად ალბათ იმას ეფუძნება, რომ რაღაც გამოიცვლება, ახალი ადმინისტრაცია იქნება, რომელთანაც ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყების შესაძლებლობა იარსებებს, მაგრამ ისიც უნდა გაგვახსენდეს, რომ ეხა ძალიან კრიტიკულ ნიშნულზეა პრაქტიკულად საქართველოს და ამერიკას შორის ურთიერთობა და თანაც ეს საქართველოს ეს რიტორიკაც ორპარტიულია პრაქტიკულად ორივე პარტია იზიარებს იმ დამოკიდებულებებს, რაც არსებობს ეხა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამ კუთხითაც არ ამგონია, რომ აქ რომელი გაიმარჯვებს რაღაც დიდი მნიშვნელობა ქონდეს ურთიერთობის თვალსაზრისით. ანუ დემოკრატიის გზაზე თუ არ ვიქნებით, ნებისმიერ შემთხვევაში შეერთებული შტატების პოზიცია არ შეიძლება. რომ შევაჯამოთ რეალურად საბოლოო ჯამში თქვენ როგორ ფიქრობთ, ასევე საინტერესოა თქვენი პირადი მოსაზრებაც, რამდენად შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა ეკონომიკურ ნაწილში, თუ კი ჰარისი გაიმარჯვებს? ჩემი აზრით შესაძლებლობები რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ამისთვის საჭიროა რომ ამ კრიტიკული ნიშნულიდან გამოვიდეთ და ურთიერთობები დადებითი მიმართულებით წავიდეს და შეუძლებელი იქნება ქვეყანაში დემოკრატიის გამტკიცების გარეშე. ანუ თუ ეს კურსი არ შეიცვალა, რაც ახლა არის, სავარაუდო არის, რომ ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში ისევ იქნება დაძაბული ურთიერთობა. ჩემი აზრით უფრო დიდი მნიშვნელოვანი ფაქტორი აქ არის ქართული არჩევნები როგორ დასრულდება, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნები როგორ დასრულდება, აი ჩვენი და ამერიკის ურთიერთობის მომავალი ურთიერთობის თვალსაზრისით. თქვენი აზრით, თუ კი ქართული არჩევნები დასრულდება იმგვარად, რომ თქვათ გამოჩნდება, რომ საქართველო უბრუნდება დემოკრატიის ტრაექტორიას და დასავლურ ტრაექტორიას, განურჩევლად იმისა, ვინ იქნება ადმინისტრაციაში, მაინც უკეთესობისკენ წარიმართება საქართველო-ამერიკის ურთიერთობები? ურთიერთობების თვალსაზრისით, ალბათ ორივე თვალსაზრისით, ორივე ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესი ურთიერთობა იქნება. ხო, თუმცა ეს ეკონომიკური ასპექტები, რაც თქვით, აუცილებლად შექმნის განსხვავებას ნებისმიერ შემთხვევაში. გასაგები. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსმენა ამ საკითხზე. და კვლევაც იყო ძალიან საინტერესო, რომელიც თქვენ გამოაქვეყნეთ. დავით გეშელავა, ICT-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გახდათ. ჩვენი სტუმარი საუბრობდით იმაზე, თუ როგორია რეალურად პოტენციური ასახვა ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების შედეგების საქართველოს ეკონომიკაზე.